ტემპერატურის მატებასთან ერთად ტყეში ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება. ამიტომ ეროვნული სატყეო სააგენტო სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას სიფრთხილისა და დადგენილი ნორმების შესრულებისკენ მოუწოდებს. კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება აკრძალულია ხეების ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყექაფებში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა ან გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლსადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 8 წლამდე. აღნიშნულია დოკუმენტში. 2 ადამიანი გარდაიცვალა ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდობის გამზირზე 2 მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები ადგილზევე დაიღუპნენ. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. კლინიკა ფერომედის სამშობიარო განყოფილებაში სიახლეა. შვილის გაჩენის პროცესის დადებითად წარმართვის აუცილებლობასთან ერთად მშობიარეს, რომ ოჯახური გარემოს შთაბეჭდილება დარჩეს, განყოფილებაში VIP პალატა მოეწყო. სამედიცინო დაწესებულებაში ჩვეულ ყურადღებასა და კეთილგანწყობას, როგორც მედიცინის დოქტორი კოტე ბოჭორიშვილი გვეუბნება, სწორედ ეს დეტალი დაემატა, რაც თავის მხრივ მეტ კომფორტს ქმნის. მისივე თქმით, რეგიონში მოქმედ კლინიკებს შორის მსგავსი სამედიცინო შეთავაზება პირველი შემთხვევაა. სამშობიარო ფერომედში სიახლეა ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დაგვტონება VIP პალატის, ეგრეთ წოდებული VIP პალატის გაკეთებისა და ჩვენ პრაქტიკულად მივიღეთ სულ რამოდენიმე დღეა VIP პალატის ნებართვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავდღმურს მაგალითად 24 საათის განმავლობაში შეუძლია იყოს თავისი მელოგინის გვერდში მოეხმაროს, ღამე გაათიოს, ყველაფერნაირად გვერდში დაუდგეს. რა თქმა უნდა, იმერეთის რეგიონში ჩვენ ვართ პირველები, რომელმაც ეს დავიწყეთ, პრაქტიკულად გვყავდა უკვე პაციენტი, რომელიც მინიმალური თანხაა პრაქტიკულად გადასახდელი, ძალიან ბევრი არაფერი, მithundes რომ მშობიარობა უფასოა, საგეისრო კვეთა უფასოა აბსოლუტურად ჩვენთან, თუ რა თქმა უნდა მოთხოვნით არ გაიკეთებს ოპერაციას, მაგრამ თავარი არის ის, რომ აქ ექნება კომფორტული გარემო, ყველა პალატაშია კომფორტული გარემო, მაგრამ ის, რომ თავდღმური ჩვენთან არის 24 საათის განმავლობაში, ეს იშვიათი მოვლენაა. პრაქტიკულად ნახვის საათებიც მასთან იქნება ჩვეულებრივად, როგორც წესი რიგია და მელოგინე იქნება ყველანაირად კომფორტულ გარემოში. კოტე ბოჭორიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ფერომედის სამშობიაროში 7 ახალშობილი ჰყავთ, მათ შორის ტყუპებიც. ბარბარასა და გაბრიელის დაბადებით ბოჭორიშვილების ოჯახი მრავალშვილიანი გახდა. მათ უკვე 4 ბიჭი და 1 გოგონა ჰყავთ. მრავალშვილიანი დედა გავხდი და ძალიან ბედნიერი ვარ და ყველას მადლობას ვუხდი. ჯანმრთელები არიან, ცოტა ადრეული იყო და არც ბედნიერი ვარ ძალიან. 7 ახალშობილი გვყავს, მათ შორის 2 ტყუპია, 6 დედა გვყავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერისათვის. განსაკუთრებით ის სერიოზული და მძიმე შემთხვევები, რომელიც გვქონდა და 2 კილო და 400 და 2 კილო და 500 ამოვიყვანეთ ნაყოფები, საკმაოდ რთული ვითარება იყო, მაგრამ ძალიან კარგად გავართვით თავი და დღეს ეს პაციენტები სახლში ეძებიან ძალიან კმაყოფილ და ბედნიერ მდგომარეობაში. ბავშვობიდან ძალიან გატაცებული ვარ ხელოვნებით. კარგავ ბავშვობიდან ქსოვდი, კერავდი ასევე. მე ცოტა მოვძილობის ასაკში დაახლოებით 15-16 წლიდან აქტიურად დავიწყე სურათების გაკეთება, გობელინებით კარგავდი, ლენტებით კარგვა დავიწყე. და ეს საქმე იმდენად სიამოვნებდა, რომ რამდენიმე სურათი მაქვს გაკეთებული, გამოფენაშიც მიმიღია მონაწილეობა. ვიყავი შემდეგში უკვე ვიყავი არტკენის რამდენიმე ფესტივალის მონაწილე. ასევე 5 წლის წინ გავხდი მწერალთა ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის გულანის ნამდვილი წევრი და ეს არის ჩემი ჰობი, ასე რომ ვთქვათ.
იმიტომ რომ ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებს ხელოვნებასთან შეხება და განსაკუთრებით ხელსაქმით დაკავება. დროთა განმავლობაში მე შემდეგ უკვე სურათების გაკეთებიდან მოქარგვიდან გადავედი უკვე სულ რამდენიმე ხანი 1-2 თვეა დეკუპაჟის ტექნიკამ დამაინტერესა და დავიწყე ჭურჭლის მოხატვა. აი ეს ჭურჭლები ჩემი მოხატულია. ვცდილობ ჩემი გემოვნებით, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთო ეს ლამაზი ჭურჭელი და მივიღო სულიერი სიამოვნება. მცირედი კოლექცია მაქვს, დიდი კოლექცია ამ ეტაპზე არა მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დავაგროვებ და გავაკეთებ სასიამოვნო ჭურჭელს. ეს არის ჩემი სულიერი მოთხოვნილება, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ პროფესიულად იმდენად დაკავებული ვარ, ეს სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ძალიან მჭირდება და ამას ჩემ ხელსაქმეში გადამაქვს ხოლმე შემდეგ. მე ვცდილობ უკვე ეს ჩემი შემოქმედების ნაწილი გაუზიარო ჩემ მეგობრებს, 10 წლის წინ გაკეთებულია და ვინახავ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვის ძალიან შრომატევადია, ლენტებით არის გაკეთებული, მოქარგული ჩანთები, რომელსაც არა მარტო ასეთი საჩვენებელი, არამედ პრაქტიკული დანიშნულებაც არის. არაერთჯერ მქონია გაკეთებული, დამშვენებული ყოფილვარ ამით და რაც სიამოვნებს განსხვავებულია, არავის არა აქვს ორიგინალური, ამიტომ ძალიან ორიგინალური ნივთები, როდესაც მე მაქვს და სხვას არ აქვს. როცა მიზანს დაისახავ ადამიანს, მე ვცდილობ, რომ შედეგზე გახვიდე, ხო, შედეგი მიიღო. შეიძლება პირველ ჯერზე არ გამოგივიდეს, ამდენი მქონდა ხოლმე ესეთი შემთხვევები, ეს როდესაც ვქარგავდი, არ მომეწონებოდა, დავშლიდი, მე თავიდან გავაკეთებდი, ამკერავდი, დავშლიდი, თავიდან შევკერავდი. იგივე არის სხვა რაღაცის გაკეთებაში, ხო? მაგრამ არ უნდა დაყარო, მე უნდა შეეცადო მაქსიმალურად შეძლო ის შედეგი მიიღო, რაც ჰქონდა მიზნად დასახული. და ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება, როცა მიიღე გააკეთებ ისეთ რაღაცას, რაც შენ გინდოდა, რაც შენი მიზანი იყო და რა ვიცი, ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამოხატულება არის. ჰობი, რომელიც დავიწყე მოგზაურობასთან ერთად, რომელ ქვეყანაშიც მივდიოდი, მოგზაურობდი, იქედან მომქონდა სამახსოვროდ კედლის თევზები. მე ჩემმა მეგობრებმა როცა გაიგეს ამის შესახებ, თვითონაც როცა მიდიოდნენ სამოგზაუროდ, ჩამოქონდათ ჩემთვის სამახსოვრო და კოლექცია მომიგროვდა ამ თევზების დაახლოებით 50-მდე მექნება და კიდე გავაგზავნებ შეგროვებას. ეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, იმიტომ რომ როდესაც შეხედავ იმ ნივთს, ბრუნდები იმ წარსულში, გაგონდება ის ფაქტი, ის მოვლენა, რაც უკავშირდება იმ თევზს, თუნდაც როდის შეიძინე, თუნდაც იმ ქვეყანაში როდის იყავი და ეს არის ჩემთვის წარსულთან დაბრუნება ნაწილობრივ. ჩემ მეუღლეს ძალიან მოსწონს ჩემი ნაკეთობები, რასაც გავაკეთებ, ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია, სიამოვნებს ხოლმე და ხანდახან საზღვარგარეთიდანაც ჩამოუტანია ჩემთვის რაიმე მასალა, რომ გავაკეთო რაღაცა კარგი ნივთი. 3 ბიჭი მყავს, უფროსები 28 წლის არიან, ტყუპები არიან, ერთი საზღვარგარეთ ცხოვრობს, იქ დაამთავრა ინსტიტუტი და იქ მუშაობს, მეორე თბილისში არის, ისიც მუშაობს, მესამე სტუდენტია, 21 წლის არის. ვარ პროფესიით ექიმი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი. 27 წელია უკვე ექიმად მუშაობ, კერძოდ ფსიქიატრად მუშაობ და ძალიან ესეთი რთული პროფესია, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან დათრგუნული ვართ ხოლმე ზოგჯერ, როდესაც პაციენტი მოდის, ძიმე პაციენტი, ვიტრხუნებით ძალიან თანამშრომლები, მაგრამ ამას უყურებ ისე, რომ ვჭირდებ იმავატყოფს მე. ვუცდებ ახლა რა მაქიცით, მინდა დაუბრუნდე ჩემპიონისტობას. გავიხსენო ძალიან ფორტეპიანოზე დაკვრა, მართალია მახსოვს, მაგრამ უფრო პროფესიულად მინდა გავიხსენო და დაუბრუნდე ჩემს საყვარელ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარდა, ძალიან წარმატებული ვიყავი, მუსიკალური აწლები მაქვს დამთავრებული და ძალიან ბევრ კონცერტში მიმიღია მონაწილეობა, ორკესტრთანაც უკრავდი. მინდა რომ სიყვარული იყოს ადამიანებს შორის. გაუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას, ერთმანეთის ჯანმრთელობას, იმიტომ რომ მუდმივი ემოციური სტრესი, რომელშიც ახლა ადამიანი იმყოფება ამ გლობალიზაციის პერიოდში, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ვიყოთ
ტოლერანტულები, ერთმანეთში გვერდის მდგომები, რომ ჯანმრთელად იხსნოს ადამიანმა თავი და ქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც იმოგზაუროს, მიიღოს სულიერი სიამოვნება და იყოს ბედნიერი.